ბათუმის მასწავლებელთა სახლში სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. სკოლის ხელმძღვანელებს, რომლებიც საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის საპილოტო პროგრამაში არიან ჩართული, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე აჭარა გურიის საჯარო სკოლების დირექტორები იმ ინოვაციებს გაეცნენ, რომლითაც დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლება უნდა გაუმჯობესდეს. შეხვედრები ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიმართება. ამ დროისათვის პილოტირების პროცესი ქვეყნის მასშტაბით 122 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. ჩვენ ინოვაციები შემოგვაქვს, მათგან ერთ-ერთია ბავშვებისათვის დონეების მიხედვით საკითხავი წიგნების მიწოდება, რაც დღემდე საქართველოში არ არის. აღნიშნული სახელმძღვანელოები ყველა დაწყებითი კლასისთვისაა შედგენილი, რომლებშიც ტექსტები სხვადასხვა სირთულის მიხედვითაა შეტანილი. წიგნები ექსპერტების მიერაა შემოწმებული. მაგალითად, განსაზღვრულია როგორც ტექსტში, ისე წინადადებაში სიტყვების რაოდენობა, მათი სირთულე, შესაბამისობა ასაკთან და სხვა. ეს ნამდვილად კარგი მეთოდია უკეთაითვისონ კითხვა პატარებმა. დიდი მოლოდინი მაქვს პირადად მე ჩემს სკოლაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლების გაძლიერებას უწყობს ხელს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მაღალ საფეხურებზე კარგი საწყისისა და ფუნდამენტის გარეშე შეუძლებელია და ეს პროგრამა იძლევა ამის საშუალებას, რომ გაუმჯობესდეს სწავლა-სწავლების პროცესი სკოლებში.